გამარჯობა. დღეს დეველოპერებისთვის განკუთვნილ CRM სისტემაში განვიხილოთ, როგორ დავარედაქტიროთ მომხმარებლის მიერ შექმნილი ხედები BIN-ის გეგმაზე, როგორც ჭადრაკის დაფაზე, ასევე G+ სისტემის Smart კატალოგში. ახლა ვიმყოფებით BIN-ის გეგმის სამუშაო პანჯარაში. ჭადრაკის დაფის განყოფილებაში ვხედავთ, რომ მოცემული ჭადრაკის დაფა სრულად შევსებული არ არის, რაც ჩანს წერილი უჯრედით და ასევე პლუს სიმბოლოთი მონიშნული უჯრედით. ზოგიერთი უჯრედი უკვე შევსებულია BIN-ების მიხედვით. მაგალითად, ხედავთ 301 BIN-ას აქვს ესეთი სახეობის მახასიათებელი, როგორიცაა მთები. თუ გვინდა რომ ჭადრაკის დაფა გავუფილტროთ ხედის კატეგორიის მიხედვით, მახასიათებლებში ხედი ვირჩევთ მთებს. ამის შემდეგ ჭადრაკის დაფა იფილტრება და რჩება მხოლოდ ის BIN-ა, რომელიც შეესაბამება მოთხოვნას. ჩვენ შემთხვევაში ეს არის 301 და 302 BIN-ა. ასევე თუ გადავხედავთ Smart კატალოგს, სადაც ობიექტს ვაჩვენებთ საიძიან ინტერაქტიული ფორმით მომხმარებელს, 301 BIN-აში ვხედავთ, რომ ხედის მახასიათებელი მითითებულია მთები. ხშირად ხდება, რომ საჭიროა ხედების სიის გაფართოება. მაგალითად, გვინდა დავამატოთ BIN-ა, რომელსაც ექნება ზღვის ხიდი. ამ შემთხვევაში აუცილებელია ვიყოთ CRM სისტემის ადმინისტრატორი ან თანამშრომელი, რომელსაც აქვს ჭადრაკის დაფის და სისტემის პარამეტრების რედაქტირების უფლება. ხსნით სისტემის პარამეტრებს და სახეობის მახასიათებელში ვამატებთ ახალ სახეობას ზღვის ხედი. და შემდეგ ვინახავთ. ახლა, როდესაც BIN-ის ინფორმაციაგან ვაახლეთ, შეგვიძლია 301 BIN-ის ხედში შევცვალოთ პარამეტრი და ჩავანაცვლოთ ის ზღვის ხედით. ხსნით რედაქტირებას, ვირჩევთ 301 BIN-ას და ვუცვლით მახასიათებელს ზღვის ხედით და შემდეგ ვინახავთ. ახლა ჭადრაკის დაფაზე უკვე შეგვიძლია ფილტრაცია ზღვის ხედის მიხედვით. ვაჭერთ ზღვის ხედს და ვხედავთ, რომ 301 BIN-ა გამოდის ფილტრში როგორც ზღვის ხედი. ასე გაყიდვების მენეჯერი მარტივად და სწრაფად ირჩევს BIN-ებს კლიენტის მოთხოვნის მიხედვით. ხედები შეიძლება განისაზღვროს ისე, როგორც დეველოპერების ბიზნეს პროცესი მოითხოვს. ამ მაგალითში ჩვენ გვაქვს ქალაქი, ზღვის ხედი, მთები და შეგვიძლია დავამატოთ ნებისმიერი. როდესაც სახეობის მახასიათებელს ვცვლით ჭადრაკის დაფაზე BIN-ის გეგმაზე, ის ავტომატურად იცვლება Smart კატალოგშიც. ასევე ხელმისაწვდომია სხვა ფილტრებიც, რომელთაც მომავალ ვიდეოში განვიხილავთ. მადლობა, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.